რუსეთში მაღაჩინოსნებისათვის ბუნკერების მშენებლობა საბჭოთა პერიოდში დაიწყო. ბომბსაფრების, მიწისქვეშა საქმებისა თუ გვირაბების ქსელებს, რომელთა შესახებას მოსახლეობამ დღემდე არაფერი იცის, საბჭოთა უშიშროება სოციალისტური რესპუბლიკის მთელს ტერიტორიაზე, მათ შორის საქართველოშიც საგულდაგულოდ აშენებდა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, როდესაც ატომური ბომბების შექმნის საკითხშიც დაიწყო შეჯიბრი, გაჩნდა საფრთხე, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საბჭოთა კავშირის შორის იდეოლოგიური ომი, რომელიც ცივი ომის სახელითაა ცნობილი, შესაძლოა ბირთვულ დაპირისპირებაში გადაზრდილიყო. ამიტომ, საბჭოთა კავშირის მსგავსად ასეთი ბუნკერების მშენებლობის ბუმი შეერთებულ შტატებშიც მიმდინარეობდა. დავიწყოთ საბჭოური ბუნკერებით. საბჭოური ბუნკერები იყო ყველგან, ყველა ქვეყანაში, რომელიც ამ ტირანული კავშირის იზოლებითი წევრი იყო. ეს მიწისქვეშა ნაგებობები ერთმანეთს ძალიან ჰგავდა. ამიტომ გაჩვენებთ კარგად შემონახულ ბუნკერს. დიდი ბელადის, იოსებ სტალინის ერთ-ერთი ბუნკერი. გასული საუკუნის 50-იან წლებში მოსკოვის ცენტრში მიწისქვეშ 65 მეტრის სიღრმეში ააშენეს ანტიბირთვული თავშესაფარი საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის პირველი პირებისთვის. ბუნკერი მდებარეობს 3 სართულიანი აგარაკის ქვეშ, მეხუთე კოტელნიკის შესახვევში, 11 ნომერში. თავად შენობის პირველადი ფუნქცია იყო ბუნკერის დაცვა ბირთვული თავდასხმისგან. მას შეეძლო 23 კილოტონის სიმძლავრის ჭურვისგან დაცვა. თუ დარტყმის ტალღა მიუხედავად პირველადი დაცვისა, შიგნით მაინც შეაღწევდა, დაკარგავდა დამანგრეველ ძალას კორიდორების მოსახვევებში. ამას გარდა გზაზე შეხვდებოდა ორი დამცავი კარი, რომელთაგან თითოეული 2 ტონას იწონიდა. არსებობდა ასევე ჰერმეტული კარებები, რომლებიც იცავდა რადიაციის და ქიმიური იარაღისგან. 65 მეტრის სიღრმეში იყო ჩასასვლელი. ბუნკერი შედგება 4 ბლოკისგან. სამხედრო ობიექტი GO 42, იგივე სათადარიგო სამეთაურო პუნქტი ტანგანსკი. არ არის საბჭოთა კავშირში აგებული პირველი ბუნკერი. მისი პროექტირება ხდებოდა 40-იანი წლების ბოლოს, ხოლო აშენდა ცივი ომის დროს 1953 წელს, სტალინის გარდაცვალებამდე. საბჭოთა კავშირში ბუნკერები შენდებოდა 30-იანი წლების დასაწყისიდან და ჩვეულებრივ გათვლილი იყო მხოლოდ 5 ტონამდე ავიაჭურვების დარტყმაზე. ცნობისათვის, მეორე მსოფლიო ომის დროს ბრიტანელებმა გამოიყენეს ყველაზე ძლიერი ჭურვები, რომელთა საერთო მასა 10 ტონა იყო. ამგვარ ჭურვს შეეძლო გაენადგურებინა მთელი საცხოვრებელი კვარტალი, ან გაეტანა 5 მეტრის სისქის ბეტონის კედელი. ბირთვული იარაღის გამოჩენის შემდეგ გასაგები გახდა, რომ ყველა მანამდე აშენებული ბუნკერი მოძველდა. განსაკუთრებით მწვავედ დადგა ომის შემთხვევაში ქვეყნის მმართველობის დაცვის საკითხი. 1959 წელს ყაზახეთში 3 პალატინის პოლიგონზე ატომური ბომბების გამოცდის დროს დადგინდა, რომ 30 მეტრამდე სიღრმის მიწისქვეშა სიმაგრეებში გადარჩენა შეუძლებელი იყო. გადარჩენის შანსები საგრძნობლად იმატებდა მხოლოდ 50 მეტრზე და უფრო ღრმად. ბუნკერი 42 განთავსებული იყო 7000 კვადრატულ მეტრზე, 65 მეტრის სიღრმეში, 50-იან წლებში შექმნილი ნახაზების მიხედვით. მასში საბჭოთა ხელისუფლების წარმომადგენლებსა და კომპარტიის ლიდერებს შეეძლოთ ამერიკელების მიერ განხორციელებული ატომური დარტყმისგან გადარჩენა. თავად სტალინმა ვერ მოასწრო ბუნკერში ყოფნა. ამ დროისათვის ობიექტი ასევე გამოიყენებოდა შორსმოქმედი ავიაციის სათადარიგო სამეთაურო პუნქტად და სამხედრო მომსახურეობის ქვეშ იმყოფებოდა. ეს ბუნკერი რუსეთში არსებული 3 გასაიდუმლოებული მიწისქვეშა ობიექტიდან ერთ-ერთია. მეორე ბუნკერი, რომელიც ამჟამად დამთვალიერებლებისთვის ღიაა, მდებარეობს იზმაილოვოში, მესამე კი სამარაში. Fallout ინგლისურიდან პოსტაპოკალიფტურ თავშესაფარს აღნიშნავს. 1950 წელს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ტრუმენმა ხელი მოაწერა კანონს სამოქალაქო თავდასხმის ფედერალურ აქტს. შეიქმნა სამოქალაქო თავდასხმის ფედერალური ადმინისტრაცია, რომელსაც ევალებოდა ეროვნული სამოქალაქო თავდასხმის პოლიტიკის ჩამოყალიბება. ფედერალური სამოქალაქო თავდასხმის ძალისხმევის უფრო საინტერესო ინიციატივებს შორის იყო სპეციალური მიწისქვეშა თავშესაფრების შექმნა, რათა ამერიკელები დაეცვათ ბირთვული შეტევის შედეგად გამოთავისუფლებული მომაკვდინებელი რადიაციისგან. თავდაპირველად საჯარო შენობების მფლობელებს ფედერალური მთავრობა მოუწოდებდა. შეექმნათ თავშესაფრები თავიანთ ობიექტებში, მაგრამ რადგანაც ასეთი სამალავების აგება ძვირიჯდებოდა, ამან მასობრივი სახე ვერ მიიღო. თუმცა არაერთმა ოჯახმა შექმნა კერძო ბუნკერები. 1959 წელს ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ გამოაქვეყნა ბროშურა სახელწოდებით ოჯახის შეტევებისგან დაცვის თავშესაფარი.
ამ ბუკლეტების მილიონობით ეგზემპლარი, რომელშიც აღწერილი იყო თუ როგორ უნდა აეშენებინათ და აღეჭურვათ თავშესაფარი, გავრცელდა მთელ ქვეყანაში. იმისათვის, რომ წაეხალისებინათ სატელეკომუნიკაციო კორპორაცია IBM-ის 60,000 თანამშრომელი, რათა აეშენებინათ თავშესაფრები. კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა თომას უოტსონ უმცროსმა უპროცენტო სესხების შესაბაზა ფირმის მუშაკებს და უზრუნველყო სამშენებლო მასალების მიწოდება ხელმისაწვდომ ფასად. საბედნიეროდ ეს თავშესაფრები არასოდეს დატესტილა. შეერთებულ შტატებში კერძო თუ სახელმწიფო და სამხედრო დონის მიწისქვეშა ბუნკერები, გამართული ინფრასტრუქტურითა და პირველადი მოხმარების საჭირო სურსათ-სანოვაგის მარაგით, მომდევნო 10 წლეულებშიც შენდებოდა და მაღალი ალბათობით ახლაც გრძელდება ეს პროცესი. 1961 წლის შუა პერიოდში, ბერლინთან დაკავშირებული კრიზისის დროს, პრეზიდენტმა ჯონ კენედიმ გააფართოვა ქვეყნის სამოქალაქო თავდაცვის პროგრამები და მოითხოვა $200 მილიონ-ზე მეტი ასიგნებები შეერთებულ შტატებში საზოგადოებრივი თავშესაფრების მშენებლობისათვის. კენედიც მოუწოდებდა ამერიკელებს აეშენებინათ კერძო, საკუთარი თავშესაფრები, რომელთა სავარაუდო რაოდენობა 1961 წლის ივნისში 60,000-მდე იყო. 1965 წელს კი დაახლოებით 200,000-მდე გაიზარდა. 60-იანი წლების დასაწყისისათვის ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტმა ისეთი საკვები შეიმუშავა, რაც იდეალური იყო განკითხვის დღის საჭმელად. ნოყიერი, ადვილად მოსამზადებელი და გონივრულ ფასად, ხანგრძლივი შენახვის ვადით. მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა კავშირის მხრიდან ატომური თავდასხმის შიში 1970-იან წლებში დიდწილად შემცირდა, ვიეტნამის ომისა და უოტერგეიტის სკანდალის გამო კვლავ გაცოცხლდა შიშები. დაიწყეს ვადაგასული საკვების ჩანაცვლება უფრო გრძელვადიანი საკვებით. განაახლეს სამედიცინო მარაგიც, წყლის ამზები და ჰაერის ფილტრაციის სისტემები.